სუნთქვის რიტმს შეუძლია არა მხოლოდ გონების დამშვიდება, არამედ ტვინის გადაწყობა, გადაპროგრამება. ყოველდღიური სუნთქვითი პრაქტიკა გაცილებით ძლიერია ნებისმიერ მედიტაციაზე. ის გარდაქმნის ნეირონულ კავშირებს და გონება იწყებს სამყაროს ახლებურად აღქმას და შეგრძნებას. და ეს ყველაფერი მარტივი სუნთქვის ციკლს ეფუძნება. ჩასუნთქვა, შეკავება, ამოსუნთქვა. 5 წამი ყოველ მოქმედებაზე, ანუ 5 წამი ცხვირით ჩასუნთქვა, 5 წამიანი შეკავება და 5 წამი ამოსუნთქვა პირიდან. ეს არ არის ვარჯიში. ეს არის ცნობიერების გაწმენდის საშუალება გონების ხმაურისგან და შესვლა სიცარიელეში, საიდანაც წარმოიშობა ყველაფერი. თანამედროვე მეცნიერება ამას უწოდებს ვეგეტატიურ გადატვირთვას, რომელიც ააქტიურებს ტვინს და აკავშირებს სხეულის ყველა ორგანოსთან. როდესაც გაცნობიერებულად სუნთქავ, არა მხოლოდ ჰაერს ისუნთქავ, არამედ შენ შედიხარ სამყაროს რიტმში და ზუსტად ამ მომენტში შენი სხეული იხსენებს, როგორ გამოიყურება ბალანსი, გონება კი იმას, თუ როგორ ჟღერს სიჩუმე. ბევრი ადამიანი ცდილობს დაიწყოს ვიზუალიზაციით, წარმოიდგინოს, მოიზიდოს, დახატოს გონებაში სასურველი მომავლის სურათი. მაგრამ ეს ყველაფერი მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ შინაგან სიჩუმეში ხარ, როდესაც გონება კი არ ხატავს, არამედ უბრალოდ ხედავს. როგორ მუშაობს რიტმი 5-5-5? ის გამოიყურება მარტივად, მაგრამ რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ცვლის ყველაფერს, ძილს, ფოკუსირებას, აღქმას, ყოფნის შეგრძნებას და ამ სამყაროში ყოფნას. პრაქტიკა. დაჯექი მშვიდად და გამართულად. ხერხემალი გაშლილია, ხრები მსუბუქი. მშვიდი გამომეტყველება. ყურადღებით ჩაისუნთქე ცხვირიდან 5 წამზე. მშვიდად არ იჩქარო. შეიგრძენი შენში შემომავალი ჰაერი და ის ცოცხალი მოძრაობით, როგორ ვრცელდება მთელ შენ სხეულში. შეიგრძენი ეს ყველაფერი. იგრძენი ყოველ ჩასუნთქვაზე, როგორ ივსები შინაგანად და გემატება სიცოცხლე. ახლა 5 წამის განმავლობაში შეიკავე სუნთქვა. ენერბილად მიადე სასას. ეს ტიბეტელი ბერების ძველი მეთოდია, რომელიც აკავშირებს სხეულის ზედა და ქვედა ნაწილებს ერთმანეთთან და ამით ქმნის ენერგეტიკულ ჯაჭვს. შეიგრძენი ეს კავშირი, თითქოს მთელი შენი ყურადღება კონცენტრირდა ერთი სიჩუმის წერტილში. და ეს გაჩერების მომენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ დროს ნერვული სისტემა თავისუფლდება ყველაფერ ზედმეტისგან. ტვინი იწყებს რესტრუქტურიზაციას, ის გარდაიქმნება. ამოსუნთქვა 5 წამის განმავლობაში პირიდან. ამოისუნთქე ნელა და გაუშვი შენგან ყველაფერი, რისი ზეწოლის ქვეშაც იყავი, რაც არ გსიამოვნებს. მიეცი სხეულს დამოუკიდებლად მოდუნების უფლება. ნუ დაეხმარები. უბრალოდ დააკვირდი, როგორ აკეთებს ის ამას. ამოსუნთქვა ეს არის მომენტი, როდესაც სხეული იხსენებს, რომ ის უსაფრთხოდაა
ამ დროს ნეირონების საშუალებით ტვინს გადაეცემა ერთი ფრაზა: ყველაფერი კარგადაა. ეს არის სულ მთელი პრაქტიკა. 3 ციკლი, თითოეულში მხოლოდ 15 წამი საჭიროა გადატვირთვისთვის, როგორც სხეულის, ასე გონების. მერე თანდათან ვუმატებ, შემდეგ აკეთებ 5 ციკლს. რაღაც დროის შემდეგ 10 ციკლს. და ეს არის მაქსიმუმი, მეც აღარ ვუმატებ. რამდენიმე წუთის მერე გექნება თითებში მსუბუქი ჩხლეტის შეგრძნება, სითბო მკერდში, სიმშვიდე და სიჩუმე გონებაში. ეს არ არის ეფექტი, ეს არის დაბრუნება. შენი სხეული იწყებს ახალ სიხშირეზე მუშაობას, რომელიც მეცნიერების აზრით ხელს უწყობს ახალი ნეირონული კავშირების ზრდას. ძველი ოსტატები კი ამ მოვლენას მარტივად ხსნიდნენ, სუნთქვა აღვიძებს სიცოცხლეს. ეს ერთი და იგივეა. ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის არის პაუზა, სადაც არ არის ფიქრი, არც დაძაბულობა, არც რაიმეს შეცვლის მცდელობა. არსებობს მხოლოდ ყოფნა. სწორედ ამ პაუზის დროს შენ იწყებ გახსენებას თუ ვინ სუნთქავს. ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის არის სინათლის თხელი ზღვარი, რომლის დაჭერაც შეუძლებელია, მაგრამ შემჩნევა კი შესაძლებელი. და როდესაც მასში აღმოჩნდები, ყველაფერი ქრება. სუნთქვა, სხეული, ფიქრი, რჩება მხოლოდ სუფთა ცნობიერება, რომელიც თავისით სუნთქავს. ეს არის პაუზა და არა სიცარიელე. ეს არის წყარო, რომლისგანაც იბადება როგორც ჩასუნთქვა, ასევე ამოსუნთქვა და მთელი ცხოვრების რიტმი. და როდესაც იწყებს საკუთარი თავის ამოცნობას, არა როგორც მსუნთქავი პირის, არამედ იმის, ვინც ამ სუნთქვას აკვირდება, შენ სცილდები ბიოლოგიის საზღვრებს. შენი ცნობიერება დამოუკიდებლად ვითარდება და უერთდები წყაროს, რადგან როდესაც სხეული დუნდება და გონება იყინება, იწყებს გამოვლინებას ნამდვილი შენ. არც ფორმა, არც როლი, არც ისტორია, მხოლოდ ყოფნა. ამის მერე სუნთქვა აღარ არის ვარჯიში. ის ხდება ხიდი ხილულსა და უხილავს შორის, ფიზიკურ სხეულსა და ცნობიერებას შორის, შენსა და მას შორის, ვინც შენით სუნთქავს. თუ უფრო ღრმად ჩაწვდები, სუნთქვა ქრება, არა იმიტომ, რომ სუნთქვას წყვეტ, არამედ ქრება ის, ვინც სუნთქავს. რჩება მხოლოდ თვითნებური მოძრაობა, როგორც ოკეანე, რომელიც ზედაპირზე არხევს საკუთარ თავს. აქ არ არის არანაირი ტექნიკა, არც მცდელობა რამის სწორად კეთების. არის მხოლოდ სიცოცხლე, რომელშიც ყველაფერი თავისით ხდება. და ეს სიცოცხლე ხარ შენ. და მაშინ ხვდები, რომ ყველაფერი, რასაც ეძებდი პრაქტიკებში, წარმოდგენებში, ცოდნაში, უკვე სუნთქავს შენში. შენ არასოდეს იყავი განცალკევებული, უბრალოდ გონების ხმაური უფრო იყო ხმამაღალი ვიდრე სიჩუმე, საიდანაც იბადება ყველაფერი. და როდესაც იწყებ ამ წერტილიდან ცხოვრებას, რეალობა იწყებს. შენ სულიერ მდგომარეობასთან ადაპტირებას, არა იმიტომ, რომ აკონტროლებ მას, არამედ იმიტომ, რომ ხდები მისი წყარო. და ეს არის ყოფნა, რეალური მომენტი, შენი შინაგანი ადგილი, სადაც სუნთქვა, სხეული და აზრები ერთიანდება სუფთა ცნობიერებაში
და სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. ბევრი ცდილობს დაიწყოს, წარმოიდგინოს, მოიზიდოს, დახატოს მომავალი ცხოვრების სურათი, მაგრამ ეს ყველაფერი მუშაობს მაშინ, როდესაც სიმშვიდეში ხარ, როდესაც გონება კი არ ხატავს, არამედ ხედავს. ამ მდგომარეობაში ვიზუალიზაცია არ ქმნის, ის ასახავს. შენ არ იგონებ სასურველს, შენ ხედავ მას, რაც უკვე მზადაა გამოსავლენად, რადგან ცნობიერება მოსვენების მდგომარეობაში იქცევა სარკედ, სადაც ყველაფერი აირეკლება ძალისხმევის გარეშე. კი არ უნდა იოცნებო, უბრალოდ უნდა იყვე. ყოფნის მდგომარეობიდან კი ყველაფერი იწყებს თავისით მოწყობას. შეხვედრები, გადაწყვეტილებები, ნაკადები, ფული, დამთხევები, ყველაფერი თავისით ეწყობა. შენ უბრალოდ სუნთქავ და სიცოცხლეც სუნთქავს შენით. და ახლა უბრალოდ იყავი, არის სუნთქო სპეციალურად. ნუ ელი რომ რაიმე შეიცვლება, უბრალოდ ყველაფერი იყოს ისე, როგორც არის. სამყარო აგრძელებს მოძრაობას, მაგრამ შიგნით უძრაობაა. ეს არ არის პრაქტიკის დასასრული. ეს არის თვითონ სიცოცხლე, როდესაც ამ სიჩუმიდან ცხოვრობ, ყველაფერი მოდის ძალისხმევის გარეშე. შენ არ იწვევ მოვლენებს, შენ ხდები სივრცე, რომელშიც ისინი წარმოიქმნება. და თუ უფრო ღრმად ჩასვლას მოისურვებ, არ ეძებო ახალი ტექნიკები. უბრალოდ დაბრუნდი აქ და ახლა. იმ შინაგან ადგილში, სადაც სუნთქვა თავისით იწყება, რადგან იქიდან იწყება ყველაფერი, ყოველი ჩასუნთქვა, ყოველი დღე და ასევე შენ. და მთავარი გზავნილი. გააკეთე, დაიჯერე და ყველაფერი გამოგივა. გისურვებთ უსაზღრო ბედნიერებას. მეგობრებო, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და გააზიარეთ. მოდით ერთად გავავრცელოთ სინათლე და სიყვარული ჩვენს პლანეტაზე. დიდი მადლობა.